გამარჯობა მეგობრებო, 25 ნოემბრის 8 საათიან ქრონიკაში იმედმა შემოგთავაზა LGBT აპოკალიფსი ევროპიდან და თან ესე იგი ამითი გაიხსნა იმედის მთავარი საინფორმაციო გამოშვება და არც მეტი არც ნაკლები დაუთმეს 11 წუთი ამ სიუჟეტს და რა გვაუწყა იმედმა რომ თურმე ევროკავშირის სასამართლომ პოლონელი LGBT წყვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც დაავალდებულა იდეაში პოლონეთი როგორც წევრი სახელმწიფო, რომ სხვა სახელმწიფოში გაფორმებული ქორწინება აღიაროს თავის იურისდიქციაშიც და ამის ნიადაგზე მოგვახსენა რომ აგიო თუ არ უნდა გაგვითხოვოს კაცებიო ევროკავშირმა ნინო წილოსანიც ჩაწერა ქრონიკის ჟურნალისტმა და იმან თქვა რომ აგიო რომ დაფუძნოდნო ჩვენ რომ კაცებს გაგვითხოვებენო აგიო აგი ნახეთ რა ხდება გამოვიდნენ ეს მთელი ეს რაღაცა პრიმიტივის ანტი-LGBT ამებების ბრბო და მოგვახსენეს რომ თურმე ევროპაში ესეთი ამბავია და ანუ ეს რატო გააკეთეს მთელი ის პროპაგანდა რას ემსახურებათ და იმას რომ პირველი სიუჟეტი გავიდა უკრაინის ომის თემა გავიდა მეორე სიუჟეტად ქრონიკაში და პირველ სიუჟეტად გავიდა ის თემა რომ ევროკავშირმა თავზე მოახვია LGBT ქორწინება თავის წევრ სახელმწიფოს. მე იქ ჩამორეკეს ოპოზიციურ პარტიებში და იქ ზოგმა უთქვა რომ არაო ჩვენ საერთოდ ამას ვეწინააღმდეგებით ხა როგორ შეიძლება ესო და პოლიტიკურად ამას ვეწინააღმდეგებით ევროკავშირთან ზოგმა საერთოდ არაო ჩვენ არ გვჭირაო რომ ევროკავშირი ესეთ რაღაცას გააკეთებდაო და მოკლედ ესე იგი ოპოზიციაც ცალკე გადარეული არის ხა ვერ გაიგეს რაკანან რომ როგორ იმედმა გამოიჭირა იმაში რომ ევროკავშირი რაღაცებს LGBT-ო თურმე ხო და მე აგიხსნით ეხა სინამდვილეში რა მოხდა და რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და რატომ არ ნიშნავს ეს გადაწყვეტილება რომ გაგათხოვებენ ევროკავშირში ჯერ მოდი კონტექსტი ვნახოთ ანუ მოკლედ პოლონელმა წყვილმა იქორწინა გერმანიაში მერე წავიდნენ უკან პოლონეთში და იქ მოითხოვეს რომ მათი ქორწინება ეღიარებინა პოლონეთის სახელმწიფოს როგორც ვალიდური ქორწინება ანუ ჰეტერო წყვილი რო იქორწინებს სადმე სხვა ქვეყანაში რო ჩამოდის საქართველოში ახლიდან რეგისტრაცია ხო არ სჭირდება ქორწინების ანამედ მათი ქორწინება გლობალურად აღიარებულია და ვალიდური არის სახელმწიფოს თვალშიც მათ შორის ხო აი მაგალითისთვის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა და თბილისში ავარიაში მოყვა ამ წვილიდან ერთ-ერთი ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში იმაზე ჰეტერო წვილზე იმდენად რამდენადაც სხვა ქვეყანაში ჩატარებული ქორწინება საქართველოს კანონმდებლობაში ავტომატურად არის აღიარებული ეს იმას ნიშნავს რომ მაგალითად საავადმყოფოში ამ ქალს შეუძლია რომ თავის ქმართან მივიდეს და მიუტანოს საჭმელი ან დარჩეს იქან ოპერაციაზე დაესწროს ან რაღაცა არ ვიცი ესეთი მარტივი ტიპის ან მაგალითად დააკავეს ეს კაცი რაღაცის გამო იჩხუბა ვიღაცას გაარტყა ისა რა ქვია პირბადე გაიკეთა და არ იცოდა რომ პირბადის გაკეთება რუსთაველზე სეირნობისას აკრძალულია და დააკავეს ეს კაცი და ამიტომ ცოლმა გადაწყვიტა რომ მოინახულოს თავისი ქმარი ციხეში და იმდანად რამდენადაც მათი ქორწინება ავტომატურად აღიარებული არის საქართველოში არანაირი პრობლემა ამ მხრივ მათ არ შეექმნათ აი ესეთი ტიპის აღიარებაზე იყო საუბარი, როდესაც არის რომ წევრ სახელმწიფოში ჩვენ თუ ევროკავშირში შემოდიხარ და მაგალითად რომელიღაცა ქვეყანაში ვიღაცა დაქორწინებული არის, შენთან რო ჩამოვა, იქ აი ეს ქორწინება აღიარო როგორც თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩატარებული ქორწინება, ხო? ანუ კიდევ ერთხელ მაგალითად რამდენი დაქორწინებული წყვილიც ჩამოდის საქართველოში იმდენჯერ ახლიდან ქორწილს ხო არ იხდიან იმდენჯერ ახლიდან ხო არ გადიან რეგისტრაციას იუსტიციის სახლში, ხო? ეს ავტომატურად სახელმწიფოს თვალში ეს ქორწინება არის შემდგარი. და იგივე პრინციპის აღიარება უნდათ ამ შემთხვევაში LGBT ქორწინების მხრივ, რომ აი მაგალითად ჩამოვიდნენ გერმანელი ტურისტები საქართველოში. გეი წყვილი არის დაქორწინებულები გერმანიაში და მოხდა ისე რომ ერთ-ერთი მოხდა ავარიაში. გავიდა პურზე, მანქანამ დაარტყა ბატონო. და მისი მეუღლე, რომელიც გერმანიაში დაქორწინებული არის LGBT ქორწინებით, უნდა რომ მივიდეს და ნახოს საავადმყოფოში, მაგრამ არ უშვებენ იმ საავადმყოფოში, იმიტომ რომ საქართველოს არ აღიარებს მათ, ანუ პრინციპულად არ აღიარებს მათ ქორწინებას. და აი თუ საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი,
აი ამ გერმანელ წყვილს ერთმანეთის მონახულება რო შეეძლოს საავადმყოფოში ან მაგალითად მოხდა ისე რომ გარდაიცვალა რომელიღაცა და ობოლი არის ბატონო ის ვინც მოკვდა არ ყავს სხვა არავინ ამ თავის გერმანელ ქმარზე მეტი და იმისთვის რომ სახელმწიფო მაგალითად მისი ქონება ან მისი ცხედარი ვიღაცას გაატანოს და ჩერეს საელჩოები და რაღაცეები პროცედურები და გერმანიის კანცლერი არ ჩაერიოს არამედ მისი გერმანიაში აღიარებულ მეუღლეს გაატანონ მაგალითად მისი ცხედარი რომ წაიღოს და გადაასვენოს თავის ქვეყანაში ესეთი ტიპის აღიარება სახელმწიფოს მხრიდან არის საჭირო. აი ამას ნიშნავს, ამ ტიპის პროცედურულ აღიარებას ნიშნავს აი ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოს მხრიდან და არა იმას, რომ როგორც კი საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ეგრევე ყველას დაგათხოვებენ.